გაკვეთილი ტენდენციებისა და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე, ასევე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიზნეს გარემოსთვის არსებულ საფრთხეებზე დაპირებისამებრ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი მელაშვილი უპასუხებს. საღამო მშვიდობის გიორგი, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ ნახეთ ესე ვთქვათ ჩატარებულ კვლევაში გამოკვეთილი გარკვეული ტენდენციები, რომელიც ვფიქრობ არის საინტერესო თუნდაც იმიტომ რომ ასახავს ჩვენს ესე ვთქვათ საწარმოებში, სხვადასხვა სექტორში მომუშავე საწარმოებში არსებულ მდგომარეობას ხარისხის ესე ვთქვათ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი რომ ევროპული სტანდარტი ნიშნავს მაღალ ხარისხს, ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად რომ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები და შესაბამისად უნდა ავამაღლოთ ჩვენი წარმოების სტანდარტები. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენთვის რა არის მთავარი მიგნებები, რაც ამ კვლევის ესე ვთქვათ გარკვეული მომენტებიდან არის თვალსაჩინო და ესე ვთქვათ შესამჩნევი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თქვენ ძალიან კარგად წარადგინეთ ეს კვლევა. ფაქტობრივად მე საალაპარაკო არ დამიტოვეთ, თუმცა ვეცდები რომ ორიოდე სიტყვით მაინც ხაზი გაუსვა რამდენიმე საინტერესო დასკვნას, ვისი გამოტანაც შეგვიძლია ამ კვლევიდან. პირველი ეს არის ISO სტანდარტებისადმი საკმაოდ დადებითი დამოკიდებულება 53% გვეუბნება რომ მათ სჭირდებათ ეს საერთაშორისო სტანდარტები, რაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩვენ გვაქვს გარკვეული ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები, რაც უფრო მეტად დაინერგება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, რაც უფრო მეტად დაფიქრდება ქართული ბიზნესის საერთაშორისო სტანდარტებით საქონელისა თუ პროდუქციის წარმოებაზე, მით უკეთესი არის ეს თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მივიღებთ გაცილებით უფრო ხარისხიან, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და სასარგებლო პროდუქციას, რომელიც არის ამავდროულად კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. აქამდე საქართველოს ბაზარი ძალიან კარგად ვიცით რომ არ არის მაინც ძალიან დიდი, მაგრამ საწარმოების უდიდესი ნაწილი მაინც ცდილობს რომ ჯერ თავი დაიმკვიდროს საქართველოში, ქართულ ბაზარზე და შემდეგ გავიდეს უკვე საერთაშორისო ბაზარზე. საერთოდ გიორგი, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო საჭიროებების ნაწილის მონაცემები, იმიტომ რომ იქ ჩვენ დავინახეთ რომ კი, კომპანიების გარკვეულ წილში დგას საჭიროება რომ მათ დაანერგონ საერთაშორისო სტანდარტები და შეინარჩუნონ ეს სტანდარტები, მაგრამ ყველაზე დიდი წილი საჭირო მხარდაჭერა დასახელებს ფინანსურ მხარდაჭერას, რაც როგორც ვიცით, ძირითადად ყოველთვის მოდის დონორებისგან. იმიტომ რომ ამ მიმართულებით როგორც წესი მე ნაკლებად მახსენდება სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მხარს უჭერს თუ გამონაკლისად არ განვიხილავთ აწარმოე საქართველოს პროექტს ექსპორტის ახალისებასთან დაკავშირებით. კი, აწარმოე საქართველოს არ იყო ცუდი იდეა, თუმცა ამ ეტაპზე ნამდვილად დონორებს უდიდესი წვლილი მიუძღვით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში, იმიტომ რომ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ითვალისწინებს საწარმოს მნიშვნელოვან განახლებას, მათ შორის დანადგარების, მათ შორის წარმოების პროცესის და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროკავშირის ბაზარზე და ამ ბაზარზე წვდომაზე, სერიოზული ინვესტიციების გარეშე და წარმოების პროცესების განახლების გარეშე ძალიან რთული იქნება ამ ბაზარზე დამკვიდრება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ევროპული ბაზარი, როგორც ვიცით, მოითხოვს გაცილებით უფრო ხარისხიან პროდუქციას, ვიდრე დიდწილად იწარმოებოდა საქართველოში. თუმცა ევროკავშირის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირმა შექმნა რამდენიმე უზარმაზარი, საკმაოდ დიდი პროექტები, რომელთა მიზანი იყო სწორედაც რომ ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა, რათა მათ მოახერხონ საკუთარი წარმოების განახლება, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დანერგვა და შესაბამისად მოახერხონ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა. კიდევ ერთხელ ეს არის ჩვენთვისაც ძალიან კარგი, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს მივიღებთ გაცილებით უფრო ხარისხიან, უსაფრთხო და ჯანსაღ პროდუქციას. თუმცა რომ ვესაუბრები მე მეწარმეებს მაგალითად უშუალოდ დიდ ენთუზიაზმს მაგალითად თუნდაც საკმაოდ განვითარებული წარმოების მფლობელებს საქართველოში გარკვეული მიმართულებით დიდ ენთუზიაზმს რომ შევიდნენ ევროპულ ბაზარზე და დაიმკვიდრონ თავი ვერ ვატყობ. ეს ხომ არ არის მიზეზი რომ გარკვეულ სირთულეებთან, ფინანსების სიმწირესთან არის დაკავშირებული ამ სტანდარტების დანერგვა? ამ შემთხვევაში ბიზნესის ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისება არის გაფართოებაზე ზრუნვა. თუ
ამ ბიზნესმენებს სურთ საკუთარი წარმოების გაფართოება, ამ შემთხვევაში ევროპული ბაზარი არის მე მგონი ყველაზე კარგი ბაზარი, რომელიც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ეს არის სტაბილური ბაზარი, ეს არის მაღალი მყიდველობით უნარის მქონე ბაზარი, ჩვენი სამეზობლოსგან და განსაკუთრებით რუსული ბაზრისგან განსხვავებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ბაზარს აქვს თავისი სტანდარტები და თავისი მოთხოვნები. ეს აბსოლუტურად გასაგები არის, იმიტომ რომ ევროკავშირი ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ზრუნავს იმაზე, რომ პროდუქტი და პროდუქცია, რომელსაც მიიღებს ევროკავშირის მოქალაქე, იყოს ხარისხიანი. ასე რომ ამ პროცესში საქართველოს რჩება ორმაგად მოგებული. ერთის მხრივ ჩვენ ვზრდით ქართული პროდუქციის ხარისხს ევროპულ სტანდარტებამდე, მეორეს მხრივ ჩვენ მივიღებთ და გვექნება წვდომა ევროპულ ბაზარზე, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მომგებიანი იქნება ნებისმიერი ბიზნესმენისა თუ მევაჭრისთვის. გასაგებია, გიორგი, ეს ძალიან სასურველი რეალობაა, თუნდაც იმ მეწარმეებისთვისაც, ვისაც ალტერნატივად სხვა ბაზრები ურჩევნია, მაგალითად მეზობელი ქვეყნის ბაზრები, რუსული ბაზარი და ასე შემდეგ. მათთვისაც ალბათ საუკეთესო რეალობა იქნება, თუ შევძლებთ ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას წარმომადგენლობითად, მოდი ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კონტექსტში. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მკაცრი განცხადებები ევროპარლამენტში, ევროსაბჭოს მხრიდან გაისმა, ესე ვთქვათ, განცხადებები ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ამ პროცესზე, ხარისხის სტანდარტების ამაღლებაზე, ევროპული ბაზრისკენ სწრაფვაზე, რა სახის გავლენას ახდენს თქვენი დაკვირვებით და იმ შემთხვევაში თუ დადგება ძალიან არასასურველი რეალობა, რა შეიძლება იყოს შედეგი ამ რეალობისა, გულისხმობ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას. ხო, შედეგი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზა ლიბერალიზაციის გარდა საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულების კომპონენტებზე, DCFTA, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების კომპონენტების შესაძლო შეჩერებაზე და ყველაზე პრობლემური რაც იყო, ეს არის SWIFT. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, კომისია არაპირებს, რომ ყველაფერი ეს უცებ შეასრულოს, თუმცა რომელიმე ამ კომპონენტის შესრულებაც კი გამოიწვევს ქართული ბაზრის ძალიან სერიოზულ კონკურენტულ წამგებიანობას. იქნა გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ ძალიან დიდი ბაზარი ეკონომიკურად, ჩვენ დამოკიდებულები ვართ ტრანზიტზე, ჩვენ დამოკიდებულები ვართ ქართული წარმოების ექსპორტზე და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობები გაუარესდება, იმ შემთხვევაში, თუ DCFTA ასოცირების ხელშეკრულება, ვიზა ლიბერალიზაცია შეწყდება ან დაპაუზდება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება სავალალო შედეგების მქონე ქართული ეკონომიკისთვის. ეს 2x2 არის და სრულიად გასაგები არის. ვერც სტანდარტები ვერ დაინერგება, ვერც ხარისხი ვერ გაუმჯობესდება და საბოლოო ჯამში მივიღებთ ისევ იმ ფსევდო საბჭოთა სტანდარტიზაციას, რომელიც ძალიან კარგად ახსოვს უფროსთაობას, როგორ ხდებოდა საბჭოთა კავშირში და რუსეთში დღეს როგორ ხდება ყველანაირი სტანდარტების უგულებელყოფა. რაც შეეხება რუსულ ბაზარს, რუსული ბაზარი არის დიდი ბაზარი, მაგრამ ამ ბაზრის მყიდველობითი უნარი დღიდან დღეზე მცირდება. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ცოტა ხნის წინ პეტერბურგის ფორუმზე რუსი ეკონომისტების, სამთავრობო ეკონომისტების სავალალო პროგნოზები რუსულ ეკონომიკასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, მე არ მგონია რომ რომელიმე ბიზნესმენს, რომელიც დაინტერესებული არის საკუთარი წარმოების გრძელვადიანი განვითარებით, უნდა იყოს დაინტერესებული რუსული ბაზრით. ძალიან არასტაბილურია, კაცი შუმა არ იცის უკრაინასთან ომის შედეგად სად რა აფეთქდება, აგერ ცოტა ხნის წინ ადლერი დაიბომბა, ჩვენ საზღვართან ძალიან ახლოს და აქედან გამომდინარე, რუსულ ბაზარზე ნებისმიერი ჩამოკიდება, დამოკიდებულება და ასე შემდეგ არის გარდა იმისა, რომ საფრთხის შემცველი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უბრალოდ არამომგებიანი არის გრძელვადიან პერსპექტივაში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს გიორგი მელაშვილი გახლდათ ევროპულ ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი, საუბრობდით ხარისხის სტანდარტების დანერგვის პერსპექტივებსა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგებზე.